და იცოდე შენს გვერდში ვინ დგას. იმიტომ რომ ბევრი გოგოა, ხო? ანუ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. უკვე მეორე წელია რაც გავხსენით ფრიდონ სულაბერიძის ცეკვის აკადემია. პირადად მე მოქმედი მოცეკვავი ვარ, დღემდე ვცეკვავ ანსამბლ რუსთავში უკვე 20 წელია და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ მამაჩემს ჰქონდა თავისი აკადემია, სახელობის აკადემია ცეკვის. პირველი ჩვენი სტარტი დაიწყო ნუცუბიძეზე მესამე პლატოზე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა ჩვენთან და ვამაყობდით, იმიტომ რომ პირველ რიგში, როდესაც დიდი ფრიდონ სულაბერიძე მოვიდა კასტინგზე და ნახა ბავშვების, ესე ვთქვათ, სურვილი, რომ მათ უნდათ ქართული ცეკვაზე ევლოთ, შემოწმება იყო ძალიან საამაყო, იმიტომ რომ პირველად ნახეს ესეთი ცოცხალი ლეგენდა. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ბავშვები, რომლებიც იქ დადიოდნენ ცეკვაზე, მათთვის უფრო კარგი კომფორტი მოგვეწყო და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქართული ცეკვისთვის სახელოვნებო სკოლა გაგვეხსნა ბესარიონ ჟღენტის 8 ნომერში. აი ახლა ზუსტად სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აქ შევასწავლით არა მარტო ქართულ ცეკვას, არამედ იქნება სხვადასხვა სახელოვნებო დარგის წრეები, როგორიც არის მუსიკა, ტანვარჯიში, მოდერნიზებული ბალეტი, ქართული ცეკვა თავისთავად. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ბავშვები კიდევ და კიდევ უფრო მეტად არიან დაინტერესებული ქართული ცეკვით და დროები ფაქტიურად უკვე დაკავებულია ამ დარბაზში. მიღება გრძელდება, ასაკვირველია, თუმცა რაღაც კონკრეტული საათები არის ამისთვის, რომ მივიღოთ ეს ბავშვები. მე მოხარული ვარ, რომ ეს გამოწვევები მიახლოებით უკვე 15 წელი გრძელდებოდა და ამ 15 წლის მანძილზე, როგორც ანსამბლ რუსთავთან ერთად ვიხვეწებოდი მე და სწავლობდი ქართულ ცეკვას 20 წლის განმავლობაში, ჩემი ცოდნა, ასაკვირველია და ხეზეცოცვა აუცილებლად უნდა მესწავლებდნენ ჩემი მომავალი თაობისთვის და ჩემი ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, რომ მამაჩემი, რომელიც იყო და არის და იქნება ლეგენდარული მოცეკვავე, უნდა კონდეს ესეთი ცეკვის აკადემია. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მამის გზა გააგრძელა, ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი ამ კონკრეტული აკადემიის და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემს წინაპრებს გაუხარდება და ჩემმა წინაპრებმა ვერ გააკეთა. ჩემი რაღაც აი ხიდი გავიარე, რაღაც გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში ის, რომ მე მეცეკვა ქართული. იმიტომ რომ მამაჩემს ვეუბნებოდი, რომ მე შევძლებ. შეიძლება შენ საუბრს ვერ ვიცეკვე, იმიტომ რომ შენ ლეგენდარული ხარ, მაგრამ მე ამას შევძლებ და ფიქრობ, რომ ჩემთვის ახლა მე რაც გავაკეთე და უშუალოდ რაც ვიცეკვე, ხო? მადლობელი ვარ აი უფლისთვის, რომ მე ეს შემაძლებინა.